დღეს გვინდა რომ გავახაროთ ანინა და წავიყვანეთ ვენის ზოოპარკში, რომელიც მდებარეობს ცნობილი შონბრუნის სასახლის ბაღში, რომელიც ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი. არის მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი, დაარსდა 1752 წელს და დღეს ითვლება ყველაზე თანამედროვე და ყველაზე ლამაზ ზოოპარკად ევროპაში. ზოოპარკი წარმოადგენს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობას. ასე უნდა დავამატო, რომ თვითონ ზოოპარკში არის სადღაც 700-ზე მეტი ცხოველთა სახეობა და ძალიან ბევრი არის. რაც შეეხება ფასებს შესვლის, დღის კარტა ჯდება დიდებისთვის 27 евро, წლის კარტა ჯდება 65 евро, პატარებისთვის 6-დან 19 წლამდე ჯდება 15 და 50, ხოლო 6 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა და დავამატებ, რომ აი ბავშვებისთვის და ოჯახებისთვის ზოგადად არის არაჩვეულებრივი ადგილი. არა მარტო ცხოველების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არამედ იმისთვის, რომ არის ბავშვებისთვის მოწყობილი სივრცეები, აი გასართობი. ძალიან კარგი გასართობი პარკი არის, აგრეთვე არის კონტაქტური ზოოპარკი, სადაც ყავთ პატარა ბეკეკები, ბავშვებს შეუძლიათ მოეფერონ. ფიქრობ, რომ ოჯახებისთვის ძალიან კარგი ადგილია. და მართლა კარგად გავერთეთ, კი მართალია 4 საათი ვიყავით ზოოპარკში, ძალიან დიდი ხანი დაგვჭირდა დასათვალიერებლად, მაგრამ ძალიან კმაყოფილებით გამოვედით, რა რაც მთავარია, ანინა იყო აღფრთოვანებული. თუ გინდათ ვენის ზოოპარკით ისიამოვნოთ, ჩემი რჩევა იქნება არჩიოთ გრილი პერიოდები, აი როგორიცაა შემოდგომა ან გაზაფხული. ზაფხულში არის ძალიან სიცხე და ჩვენ ძალიან დავეყავით, მით უმეტეს რომ 4 საათი ვათვალიერებდით. ბევრი ცხოველი გარეთ არ გამოდის სიცხის გამო. და შეიძლება მოხდეს ისიც, რომ რამოდენიმე სახეობა ცხოველების ვერ ნახოთ, აი როგორც ჩვენ დაგვემართა გორილების 2 თუ 3 სახეობა ვერ ვნახეთ. აქ თავისებურად ცდილობდა გაგრილებას და ეს პოზა ძალიან გავდა იქვე დადებულ ხის მორს.
ეს არის ჩვენი კონტაქტური ზოოპარკი, რომელიც ვახსენე დასაწყისში. ძალიან კარგად ერთობიან აქ ბავშვები, სწავლობენ ცხოველებთან ურთიერთობას და ამ შემთხვევაში პატარა ბეკეკებთან. ესე დავამთავრეთ ვენის ზოოპარკის ტური. თავარი გმირი ანინა ძალიან კმაყოფილი დარჩა. გამოემშვიდობა თავის საყვარელ ჟირაფს. თქვენ კი იმედი მაქვს მოგეწონათ ჩვენი ვიდეო.